Ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საყვარელ ფესტივალზე უნდა ვისაუბროთ. თბილისის მოყვარულ სტუდენტთა თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი ნიღაბი დღეს გაიხსნება. ჩვენ ვისაუბრებთ ამის შესახებ და ასევე ძალიან წარმატებულ, ასე იგი, პრემიერაზე, რომელიც ისევ ჰიგიას უკავშირდება. ეს არის თეატრი ჰიგია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტში არსებობს და ამ სამედიცინო უნივერსიტეტში ყოფნა მომავალმა ექიმებმა ხელოვნების მიერ თეატრის მიმართ შეყვარებულმა ადამიანებმა დააარსეს ეს ფესტივალი და წელს უკვე წარმატებით მე-12 ჩატარდება თუ არ ვცდები. ხო, ჩვენი სტუმრები არიან ერთ-ერთი ორგანიზატორი ფესტივალის ანანო სიდამონი და თბილისის მოყვარულ სტუდენტთა თეატრალური საერთაშორისო ფესტივალის ნიღაბის ორგანიზატორი და ესე იგი ასევე წევრი და მონაწილე ტატო ზუმბაძე. დილამშვიდობისა, მეგობრებო. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, იმიტომ რომ ესეთ ციებ-ცხელებაში ხართ, ვიცი ხოლმე რა ხდება ეხლა თქვენ დროს, რამდენიმე საათში გაიხსნება ფესტივალი და მე შევიძახი ხოლმე რომ წლიდან-წლამდე ესენი ცხოვრობენ ამ ფესტივალისთვის და ამ ფესტივალით. გარდა იმისა, რომ მათი პირადი საქმე. ანანო, მოდი შენი დავიწყოთ. მე-12 ტარდება, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდმა შეუშალა ხელი, თუმცა გაცილებით ადრე დაიწყო ეს ფესტივალი. როგორია სამზადისი, როგორი იქნება წლევანდელი ფესტივალი? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. წლევანდელი ფესტივალი საკმაოდ დატვირთული განრიგით არის, ასე რომ ვთქვათ. დიდი ხანია მიმდინარეობს მზადება. ნამდვილად დიდი ციებ-ცხელება და დიდი მოლოდინი გვაქვს წლევანდელი ფესტივალისგან. წელს გვეყოლება უკვე საერთაშორისო უნივერსიტეტიც, იტალიის სალერნოს უნივერსიტეტი, რომელიც გვეწევა სტუმრად და შეასრულებს სალერნოდან ამალე მიდიხარ კაპრიზი არა მოკლედ სადაც ბევრად გივარს და ითამაშებს სპექტაკლს წარდგება მაყურებლის წინაშე. ჟიურიც ვარსკვლავური ყავს წელს ნამდვილად. რა ვიცი, ინატრიბ და ავენიონის და იმის ფესტივალები, რა ქვია, კიდე. კი, ჩავავთვალო? აუცილებლად. კი ბატონო, მოკლედ ჩვენი ჟიურის უცვლელი წევრი და თავმჯდომარე ქალბატონი ეკამშავანაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რომლის ჩვენთან ერთად ყოფნა ძალიან დიდი პატივია, ნიკა ჩიკვაიძე, მარიამ როინიშვილი, გიორგი სიხარულიძე, თემიკო ჭიჭინაძე, ვიკა კალანდია, ნინო გაჩეჩილაძე, გიორგი სიხარულიძე, კი ბატონო, აპოლონ კუბლაშვილი, გუგა კაცარავა. შესანი ყველა თაობის, ესე იგი ვარსკვლავური. შეიძლება არ ვარ, იმიტომ რომ მე რამდენჯერმე ვიყავი ფესტივალში ჟიურიში და არ შეიძლება ყოველთვის ერთ და იგივე ვიყოთ. თათაშორის პირველი ამდენიმე წელი რო ვიყავით შეუცვლელი ჟიური, ჩვენ ვეთქვით რომ იქნებ შეიცვალოს, იმიტომ რომ ამ მსახიობებს მოყოლებს უნდათ რომ ყველა ნახონ და პერიოდულად ვიცვლებით ხოლმე, მაგრამ ერთი კაი თვისება აქვს ამ ფესტივალს, რომ ის ადამიანები, ვინც შეიძლება იმ წელს არ ვარ ჟიურიში, მხარდაჭერებად ჩებით მუდმივად, იმიტომ რომ ჩვენს აღნიშნავთ ხოლმე ესეთ რამეს, აი ეს ხალხი, ვინც ვარ ჩართული და გვთავაზობენ და გვეპატიჟებიან ნათი, ანანო და სხვაები დიდი ჯგუფი, რომ ესე იგი მადლიერები ვართ, იმიტომ რომ ეს ხალხი აყვარებენ თეატრს, ხალხს და გვიზდიან ბრწყინვალე მაყურებელს. ისეთებიც მოხდა რომ მე გაანების ექიმობას დავიდე დღეს უკვე სამ თეატრალურ სწავლობენ და ამთავრეს და ესე იგი ძალიან კარგი მსახიობები შეიძინა ამ თეატრმა, მაგრამ თავარს აკეთებენ რომ ის ხალხი, ვინც სხვადასხვა პროფესიას ეუფლებოდა და რა ბევრი უნივერსიტეტი ანონ ტატო იტყვენ ამაზე და ეუფლებიან რა ვიცი ფიზიკას, ქიმიას, ინჟინერიას, იურისპრუდენციას. თან სპექტაკლებს გამენ და ფილმს იღებენ კიდე რომ ესე იგი ისრულებენ თავის იმას და პროფესიონალი რეჟისორებით გამენ ესე არ არის საქმე. და როგორი ჟიურია, როგორი წარმომადგენლობითი? საოცრება და არც ვინმე შეგონოს რომ რადგან ის მოყვარულ სტუდენტთა ფესტივალი ჟიური ისე რა უყურებს და დებატები მედის და ისეთი გარჩევა და ამბები რომ რა გითხრა, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი. ტატო, გამოცდილებას მინდა შენი გითხრა, აი როცა შენ დაუკავშირდი ჰიგიას, დაუკავშირდი ნიღაბს, როგორი იყო და რას ეთქვი მათ ვინც წელს პირველად გამოდის და როგორც გითხარით, მათთვის ექნება პირველი შეხება თეატრთან, ჟიური, სოციალ დაინახავს ნინელის და სხვებს და სხვებს და გარჩევას და შენი ემოცია როგორი იყო? სანამ ვიყავ ფილმზე და ავსტრიაში. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ ფესტივალი ნიღაბი არის ოცნება, ჩემი ოცნება იყო, სანამ დაუკავშირდებოდი მას, უშუალოდ დიდი მოლოდინი მქონდა მასთან. დაახლოებით მე-5 კურსზე ვიყავი სამედიცინო უნივერსიტეტში, როდესაც მივედი ჰიგიაში. დიდი გაშლილი ხელებით დამკვდა ჰიგიას წარმომადგენლები, ჩვენი რეჟისორი, სულის ჩამდგმელი ყველაფრის ნათია გუჯაბიძე. თვითონ ეს ფესტივალი არის საშუალება იმისათვის, რომ მოყვარულ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება იმისა, რომ წარმოადგინონ თავიანთი უნარჩვევები, თავიანთი მსახიობური ნიჭი, ასე ვთქვათ, რაც აქვთ და ყველაფერს იძენენ თავიანთი რეპეტიციების განმავლობაში და ეს არის საშუალება, რომ გაიცნონ ჟიურის წევრები, რომლებიც ნამდვილად ვარსკვლავური ჟიურის წევრი ყავს ყოველთვის და ყველანი ძალიან დიდი ბედნიერებით ველოდებით ხოლმე აი ამ ფესტივალის
პერიოდს, რომელიც დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში არის ხოლმე, წინა საახალწლოდ და აი ამ ბედნიერებით გასტანს ხოლმე ერთი კვირა ოცნებებში და ძალიან ბედნიერად. ნათია ცალკე უნდა ვახსენო, ნათია მოვლენა სამედიცინო უნივერსიტეტში, ბავშვობიდან დაკავშირებულია ბერიკებში ერთად დავდიოდით რაღაცა პერიოდში. აი ხედავ ბერიკებიდან შეყარებული და მე ჩააბარა უნივერსიტეტში გაყო მედიცინას და იქაც ვერ მოვისწრებია დაარსა თეატრი. ეხლა აი ამ წუთებში აქვს ლექცია თუ არცები გამოცდა აქვს, იქიდან გამოვარდება და შევარდება რეპეტიციაზე. ჩაატარებს, მე ისევ გაიქცევა გამოცდაზე და აი ესე პროფესორი ქალი დაარსა თეატრი და უამრავ აი ათობით და რავი შეიძლება ასებს გაცდა უკვე ადამიანს აუხტინა ეს ოცნება და დააყენა სცენაზე და ძალიან სასიხარულოა. იქნებიან ალბათ დასები და მსახიობები მოყვარულები, რომლებიც წელს პირველად წარსდგებიან. თუმცა რამდენიმე უნივერსიტეტი ყოველდღე იღებს მონაწილეობას და ფოტოშოპის ამ ფესტივალმა განაპირობა რომ რამდენიმე უნივერსიტეტში დაარსეს თეატრი. კარგი მაგალითი მისცა მოკლედ და წელს პირველად გვეყოლება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ ძველი მეგობრებიც მათთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სეუ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, სივრცის თეატრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ბოლოს რა თქმა უნდა იტალიის სალერნოს უნივერსიტეტი. იტალია ცადია, რადგან სამედიცინო უნივერსიტეტი ვახსენეთ, თქვენი მშობლიური თეატრია, რა ასპექტს წარმოადგენს? წელს სამედიცინოს ჰიგია წარმოადგენს სპექტაკლს აგათა. აგათა კრისტის შესახებ იქნება ეს სპექტაკლი გამოძიება დეტექტივი და რაღაც საინტერესო. მოკლედ ეს ექიმები მრავალმხრივი ხალხი ხართ. თეატრი ხომ დაარსეთ და სპექტაკლებს გქონთ და ასევე სტუდიას დაარსეთ და ფილმიც გადაიღეთ და არა მხოლოდ გადაიღეთ, არამედ დიდწარმატებას მიაღწია ამ ფილმმა, ეს არის პალატა ნომერი 6, ხო? ევროპული ფილმების ასოციაციის გამარჯვებული გახდა. აი რომ მოგვიყვეთ, თუ შეიძლება, ესე იგი თეატრი ჰიგიას მოყვარული მსახიობებიც თამაშობენ როგორც. კი. მთლიანად ყველანი ვინც ვარ წარმოდგენილი აი ამ ჯგუფში შემოქმედებითი ჯგუფი მთლიანად არის დაარსებული ჰიგიადან ვართ წამოსულები დავარსეთ რეპროდაქშენი დაახლოებით თებერვალში მოსამზადებელი ეტაპი იყო მთლიანი თებერვალი ანუ ჩვენი პიესა დავწერეთ გადმოვიტანეთ იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო ეს არის დაფუძნებული ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების ნოველაზე პალატა ნომერი 6 სადაც საკმაოდ რთული იყო რომ ჩვენი ფილმი არის მოკლემეტრაჟიანი 20 წუთია ქრონომეტრაჟი და 20 წუთში უნდა ჩაგვედია ყველა ის სიღრმე რაც ანტონ ჩეხოვმა მოგვცა თავის ნოველაში ამიტომაც მთლიანი ერთი თვე დავუთმეთ მომზადებას და შემდგომ გადავიღეთ უკვე ფილმი. გადაღება დაახლოებით გადაღებამ 3 დღე გასტანა. ეს 2 დღე იყო შიდა პავილიონი, აი რომელიც ჩანს ჩვენ. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე აშენებული პავილიონი, რომელიც საკუთარი ხელით ავაშენეთ ყველა და ერთი დღე ვიყავით გარე გადაღებებზე გასულები წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანუ 3 დღე იყო გადაღება, თუმცა ერთი თვე იყო მთლიანად მოსამზადებელი პერიოდი. და ავსტრიაში არ ელოდებოდით ნათია მითხრა რომ არ წავედი მეგონა უბრალოდ ბიჭები გაიცელებდნენ. ავსტრიას ნახავდით. 2010-ში მოხდით 10-ში საუკეთესო. როდესაც გადავიღეთ ფილმი, უკვე შექმნით პროექტი და გავაგზავნეთ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე. ერთ-ერთი იყო აი ეს ფესტივალი, რომელიც თავიდანვე პირველი იყო, სადაც გავაგზავნეთ, იმიტომ რომ ძალიან გვინდოდა, იმიტომ რომ ამ ფესტივალს აქვს მინიჭებული golden სტატუსი, ანუ სტატუსები არსებობს აი ამ საერთაშორისო ფესტივალებისა და golden სტატუსი აქვს. ეს არის ფესტივალი, რომელსაც ეწოდება საერთაშორისო დამოუკიდებელი ფილმებისა და სცენარების ფესტივალი, რომელსაც მართავს არდელიონის ევროპული კინო ასოციაცია. საკმაოდ საინტერესო ფესტივალია და ისეთი მძლავრი მთელი ევროპაში, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მარტო ევროპის ქვეყნები, არამედ ამერიკა, მათ შორის კანადა, სხვა შორის ამერიკიდან რამდენიმე შტატი, მათ შორის ამერიკის ჯორჯიაც იყო, ატლანტა, ჩვენ ნომინაციაში წარსდგენილი, მაგრამ საქართველოს ვარჯობა კი ბატონო, ლონდონის მათ შორის ჩვენ ნომინაციაში და ანუ 210 აპლიკანტი იყო თავიდან, შემდგომ 10 ნომინანტი შეირჩა, ერთ-ერთი ჩვენ ვიყავით ეს რომ გავიგეთ ძალიან დიდი ბედნიერება მოყვა ამ ყოველთვის რა თქმა უნდა და შემდგომ უკვე 4 დეკემბერს გაიმართა ქალაქ გრაცში, ავსტრიაში ეს გრანდიოზული გალა. რა პროფესიას დავიწყე სამედიცინოში? მე დავამთავრე უნივერსიტეტი ჯერჯერობით ახლა მხოლოდ აკადემიურ საქმიანობას მივყვები, ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფარმაკოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი. აღარსა უნდა შეიცვალო პროფესია ორატორობაზე უნდა გადახვიდეს. ხო და აი ლექტორობა ორატორობას მიუთითებს. დიდი მადლობა მოგლეს მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ, უსურვებთ სტუდიას ეს ყოფილიყოს ეს წარმატება კიდევ სხვა ბევრი დიდი პრიზების მიღება და ფესტივალს ჩემს საყვარელ ფესტივალად იგიას რა თქმა უნდა უსურვებ მრავალწლიან საქმიანობას და ვიცი რომ კიდევ ბევრ მოყვარულ მსახიობს გაახარებ და გულებ თქვენს გვერდით. ჩემ მაინც გაიხსენე ბავშვობა ბერიკებში რო იყავით. ცოტა ხანი დავდიოთ ნაციას კი არ მახსოვრები მე მოგინდეს. მადლობა. ანანუ სიდამონიძე, თბილისის მოყვარულ სტუდენტთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალ ნიღაბის ორგანიზატორი და ტატო ზუმბაძე სტუდია რეპროდაქშენის წარმომადგენელი.